ვინმე ცხელა და დღეს კი არა საერთოდ ზაფხულში ამ პერიოდში გამოჩნდა 1 2 3 დღემშვიდობი საქართველებო არ გაგიგებდეთ ჩემი ასეთი დაპაუზება ვინაიდან ადრე გითხარით თუ რატო იყო ეს მიზეზის გამოწვეული მაგრამ ასეთი ჩავარდნები ასე ვთქვათ ჯერ მქონია ცხოვრებაში და ჩემში არის ესეთი ძალა რომ ისევ თავიდან დავიწყო ყველაფერი ამას მე შეჩვეული ვარ და ალბათ ხარშავმეთკი ვერ ვიტყვი მაგრამ ვერევი მაინც დავაფიქსირებ დღეს ესე იგი არის 30 ივლისი თვარსები ახლა არის პირველ საკლია 10 წუთი ესე იგი მე გავამზადე მეგობრებო ორი ნაწილი თუ სამი არა ახლა დავმივალ სახში სუსტად გავიგებ თუ რამდენი ნაწილი გამოდის მაგრამ მე ამას წინასწარ ვაანონსებ იმიტომ რომ უფრო ადვილი ცუდომადი იყოს და უფრო ადვილად გაგაგებინოთ ფილმის გაშვება ანუ გრძელდება ფილმი მხილება თუ მეხსიერება არ მყავათობს მე 17 ნაწილი იქნება იმიტომ 16 ნაწილი გაშვებული მაქვს თუმცა ეს ოფიციალურად არის მხილება თუ არა მამდეს მხილებაში ვიყავი უბრალოდ მას ერქვა მახვილი სიმართლისა და მე კიდე ტექნიკურად ვაპარებდი იმ მასალას მხილებიდან რომელიც დამალული მქონდა რამდენიმე წელი ესე იგი ეხლა ამ ნაწილებში ხო დავაფიქსირებ იმასაც რომ დღეს საღამოს 6 საათზე დაიდება პირველი ნაწილი და მე მას მოყვება თანდათან სხვა დანარჩენს საღამოს დღეს არის 30 ხო არა ფილმი დამიდასტურეთ 30 არის დღეს 30 ივლისი გელა როგორ ახალ ხო დღეს საღამოს 6 საათზე დაიდება მხილება 17 ეხა ამ ნაწილებში მექნება საუბარი რაზე საერთოდ სატანა ყოველთვის ლამობს რომ ეწინააღმდეგოს პირდაპირ მაინც და მაინც ღმერთის ჩვეულებს ასე ვთქვათ გინდა პირობითაცაც იფიქრეთ გნებავთ სიმრავლეში კიდე ხო თუ ვინმეს კი არა ბევრს აქვს წაკითხული ჩემი წიგნი და იქ პირველი ნაწილში არის ზღაპარი ასეთი სათაურად ჯოჯოხეთის დამტეველო პაწაწინა 64 და თუ გახსოვთ ის ზღაპარი რომელიც ბევრმა მოიწონა თუ არ ვწდები კი არა სპექტაკლი კიდე დადგეს მასზე თბილისში მაგრამ მე არ მითხრეს და ასე ვთქვათ აფსაიდში დამტოვეს რატომ იმიტომ რომ არაფერზე საავტორო უფლებები არ მაქვს დაცული ესეც სახსრების გამო მოხდა ჩემ წიგნზე საერთოდ ხო და იმას იქ საუბარი არის რომ აი სატანა ირჩევს იქ ერთადერთ ადამიანს რომელიც სულ ღმერთის ლოცვაშია და დღეგრძელობაშია და რადარას არ გაუკეთებს რადარას არ მოუფიქრებს მაგრამ ბოლოს მაინც ღმერთის სადიდებასა და საგალობელს ამბობს და მე რა თქმა უნდა ეშმაკი მარცხდება უფლის წინაშე ხო და ახაც ახლა იმაზე იქნება საუბარი თუ სად გვირტყამს და რა როგორ გითხართ ახლა პირდაპირ მიზანში ანუ 10-იანში გვირტყამენ ისინი სატანისტები მაგრამ ჩვენ ვერ გებულობთ ვინაიდან ყველაფერი ხდება ანაზდეულად აი შეპარულად ნენელა
აი პირდაპირ ისე რომ ჩაგარტყამენ გულში ისას და უცებ მოკვდება რაღაცი არა. ნელა ხდება შეშვება. აი რომ მოგშხამოს გამიგე და ნელა კლავენ. და ის რანაირად და სად გვიტყამენ, სწორედ იმაზე იქნება საუბარი ახლა პირველ მეორე და მესამე ნაწილს თუ სამად გაიყო სამი იქნება ახლა რენდერს გავაკეთებ და ვნახავ. ზოგადად მინდა საუბარი რო გითხრათ რომ ეს იქნება ესე იგი 2000 რომელ წელს იყო მაგი 2004 წლის 12 მარტს გლდანის ეკლესიის დარბევა, ეს ყველამ ვიცით, ხო? ყველამ ვიცით ბატონო. კი, მაგრამ იქ რა კვედინება იყო და რატომ მოხდა ეს მაინც და მაინც, გამიგეთ? ზუსტად ამაზე იქნება გამახვილებული ყურადღება და მეორე. ესეც გახსოვთ თქვენ რომ ქუთაისში მოხდა მემორიალის აფეთქება და მას მოყვა კიდე მსხვერპლი, მაგრამ რატომ და ააფეთქეს მაინც და მაინც ეს რაო? დასა ფილიალი გავხსნიან. რატომ მაინც და მაინც ეს მემორიალი, ესე იგი, ქუთაისში როა და რატო არა სხვა მემორიალები, რომელიც საქართველოშია მეუფანტული? ხო საინტერესო არა? მაინც და მაინც ეს ააფეთქეს. და ზუსტად ამაზე იქნება იქ საუბარი. ასე რომ ვირდებით რომ როგორც ყველა დანარჩენი აქამდე მხილება, ესეც იქნება საინტერესო და ეხლა აი ამ ნაწილს რომ მორჩება, ეხლა რაც ორი გითხარით, ეხლა ამაზე რომ მორჩება საუბარი, ეს მხილება მერე დაიწყება აი უცხოეთში თუ რა ხდება და რა ამბავია. თქვენ მართლა დაინახავ და გაიგონებთ გაუგონარ და დაუჯერებელ ფაქტებს. ასე რომ დაელოდეთ კიდე მოვალ ნაწილებს. ეს სანამ კიდე ხალხი გაიკრიფება დასასრულებლად, მანამდე მინდა მოვასწრო. მოვიდე? დათა, შემოვიდე? კარგით მეგობრებო, აბა დაელოდეთ დღეს საღამოს 6 საათზე დაიდება ფილმები. აბა კარგად, მოვალ შეხვედრამდე. ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია ჩვენ გადავცეთ ერთმანეთს ეს სიმართლე, ხელიდან ხელში, პირიდან პირში. აბა კარგად.